მოგესალმებით, დღეს შემოგთავაზებთ ვიდეოს, რომელშიც განვიხილავთ 5 წიგნს იმისათვის, რომ დავიწყოთ ინგლისური დამოუკიდებლად. აუცილებლად მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოყევით ჩემს არხს და დარჩით ვიდეოს ბოლომდე, იმიტომ რომ შემოგთავაზებთ პატარა სიურპრიზს. ესე იგი, დავიწყოთ 5 წიგნის განხილვა. პირველი წიგნი, რომელთაც შეგიძლიათ დაიწყოთ ინგლისურის სწავლა, თუ გინდათ რომ დამოუკიდებლად ისწავლოთ, არის English for Everyone Level 1 Course Book. ეს არის იმ ადამიანებისთვის, ვისაც უნდა სრული კურსი, რომელშიც არის ვიზუალური და აუდიო მასალა. რას მოიცავს? მოიცავს ინგლისური გრამატიკისა და ლექსიკის საფუძვლებს, რეალურ დიალოგებსა და სასაუბრო სიტუაციებს, მოსმენის, კითხვის, წერის, საუბრის სავარჯიშოებს, აუდიო ჩანაწერებს, რომლებიც გამოთქმას აუმჯობესებს. ვისთვის არის ეს წიგნი კარგი? წიგნი იყენებს ინფოგრაფიკებს და ილუსტრაციებს, რაც რთული წესების გაგებას ძალიან მარტივს ხდის და რაც გეხმარებათ იმაში, რომ ვიზუალურად აღიქვათ მასალა. წიგნი მეორე. Essential Grammar in Use. ეს არის წიგნი იმ ადამიანებისთვის, ვისაც უნდათ რომ გრამატიკა სიღრმისეულად შეისწავლონ და თუ მარტო შეეჭიდეთ ინგლისურის სწავლას, მაშინ ეს წიგნი ნამდვილად თქვენთვის არის. ამ წიგნის მთავარი დადებითი თვისება, ასე ვთქვათ, არის ის, რომ გრამატიკის ზუსტი და მარტივი ახსნები აქვს. იგი მოიცავს გრამატიკის ძირითად წესებს, ეხება ზმნებს, დროებს, წინდებულებს, არსებითი სახელების კატეგორიებს და ასე შემდეგ. აქვს მარტივი ახსნები მაგალითებით და ძალიან ბევრი სავარჯიშო, რაც დაგეხმარებათ, რომ მიღებული თეორიული მასალა მაქსიმალურად კარგად აითვისოთ და გამოიყენოთ საუბრის დროს. თვით სწავლისათვის განკუთვნილი წიგნია, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ გამოიყენოთ მასწავლებელთანაც, მაგრამ თუ მარტო აპირებთ სწავლას, მაშინ ეს წიგნი თქვენთვის არის. რატომ არის კარგი? ტექსტი ძალიან მარტივია, არის ძალიან იოლი ახსნები და ბევრი სავარჯიშო იდეალურად გაგებინებთ ყველა სავარჯიშოს და ყველა გრამატიკულ მასალას. მესამე წიგნი არის Practice Makes Perfect, Basic English. ეს არის იმ ადამიანებისთვის, ვისაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ინგლისურის გამოყენება უნდა, თუ არ ცხოვრობთ საქართველოში და ინგლისური თქვენი ყოველდღიური კომუნიკაციის ერთადერთი ენა, მაშინ ეს წიგნი ნამდვილად თქვენთვის არის. იგი მოიცავს გრამატიკას და ძირითად ლექსიკას, ნამდვილი საუბრების მაგალითებია, რომელიც შეგიძლიათ ფრაზებად ისწავლოთ და გამოიყენოთ, თუ სიღრმისეულად არ იცით ამ ეტაპზე ენა. იგი ეხება სამუშაოს, მოგზაურობას, ყოველდღიურ კომუნიკაციას და ასე შემდეგ. არის წერისა და საუბრის სავარჯიშოები და რატომ არის კარგი? წიგნი იყენებს რეალურ სიტუაციებს და ნაბიჯ მიდის სავარჯიშოები გართულებისკენ, ანუ ჯერ გთავაზობთ უფრო მარტივ სავარჯიშოს და უფრო რთულდება, რაც ხელს უწყობს თქვენი თავდაჯერებულობის ზრდას და ჩამოყალიბებას. წიგნი მეოთხე არის English Made Easy. ტომები პირველი და მეორე. ეს წიგნი არის მათთვის, ვისაც არ მოსწონს ტრადიციული გრამატიკული წიგნები და ურჩევნია ენა მაქსიმალურად ბუნებრივად ისწავლოს. მოიცავს ისტორიებსა და დიალოგებს. აქცენტი გადატანილია მოსმენაზე, საუბარსა და გაგებაზე უფრო მეტად, ვიდრე სიღრმისეულ გრამატიკაზე. არ აქვს რთული გრამატიკული ახსნები, მხოლოდ პრაქტიკული კომუნიკაცია და რატომ არის კარგი? წიგნი იყენებს სურათებს, დიალოგებს, რაც სწავლას ხდის უფრო ინტუიციურს და მარტივს. და დღეისათვის ბოლო მეხუთე წიგნი არის Side by Side. ეს არის Student Book 1, ანუ პირველი დონე. წიგნი არის დამწყებთათვის, ვისაც საუბრისა და დიალოგების პრაქტიკა უნდა ძირითადად. ძირითადი ლექსიკა, მარტივი წინააღმდეგები და კომუნიკაციის სავარჯიშოები ამ წიგნში უფრო მარტივს გახდის, რომ ენა მაქსიმალურად ბუნებრივად და რაც შეიძლება სწრაფად გამოიყენოთ. ასევე, თუ კი სწავლობთ მეგობართან ერთად, ეს წიგნი იდეალურია წყვილებში სამუშაოდ. ეს წიგნი მოიცავს გაკვეთილებს, რომლებიც ნაბიჯ ეტაპობრივად რთულდება, რაც გიადვილებთ იმას, რომ ვთქვათ, უფრო თავდაჯერებული გახდეთ დროთა განმავლობაში და ნაბიჯ დაძლიოთ უფრო რთული მასალა. რატომ არის კარგი? იმიტომ რომ იდეალურია ჯგუფური სწავლებისთვის, ან მასწავლებელთან ერთად მუშაობისთვისაც და ასევე შეგიძლიათ რომ თუ კი იწყებთ ნულიდან თქვენ თვითონ, იდეალურია თქვენთვის. და ბოლოს დაპირებული სიურპრიზი. სანამ სიურპრიზზე გადავალ, ძალიან გთხოვთ არ დაგავიწყდეთ რომ მოიწონოთ ჩემი გვერდი და გამოიწეროთ და დღეს მინდა რომ შემოგთავაზოთ 5 ინგლისური წიგნი, რომელიც დამწყებთათვის არის, ეს არის მხატვრული ლიტერატურა, რომელიც დაგეხმარებათ რომ გრამატიკულად ნასწავლი მასალა, ან თქვათ თუ კი რომელიმე ამ 5 წიგნით დაიწყებთ მუშაობას და ენაზე უკვე რაღაც გარკვეული წარმოდგენა შეგექმნებათ, შეგიძლიათ დაიწყოთ ამ 5 წიგნის კითხვა. პირველი ეს არის The Very Hungry Caterpillar. ეს არის საბავშვო წიგნი, მაგრამ ძალიან კარგია დამწყებთათვის, იმიტომ რომ ძალიან მარტივ ენობრივ სტრუქტურებს იყენებს. მეორე Charlotte's Web.
ეს არის მარტივი და სასიამოვნო სიუჟეტი, რომელიც ძალიან გაგიადვილებთ, რომ ინგლისურ ენაში, ასე ვთქვათ, ინგლისურ ენის სამყაროში შეხვიდეთ. მესამე, პატარა პრინცი, The Little Prince, ძალიან ლამაზი ენა არის და გასაგები ტექსტია დამწყებთათვის. მეოთხე, This House on Mango Street, აქვს მოკლე თავები და მარტივი სტილი, რაც გაგიადვილებთ იმას, რომ ვთქვათ, ყოველდღიურად თითოთავი დაამუშაოთ. და მეხუთე, Diary of Wimpy Kid, იუმორით სავსე და მარტივი წიგნია, რომელიც დაგეხმარებათ, რომ ინგლისური ენა ნახოთ როგორ იწარმოება და როგორ იგება სტრუქტურები და წინააღმდეგები. იმედი მაქვს მოგეწონათ ჩემი ვიდეო, იმედი მაქვს რომ გამოსადეგი ინფორმაცია მოგაწოდეთ. თუ რაიმე შეკითხვა გექნებათ, აუცილებლად დაწერეთ კომენტარებში და გიპასუხებთ, როგორც კი შევძლებ. გავიწყდეთ ვიდეოს დალაიქება და ასევე კომენტარის დაწერა, ასევე გამოიწერეთ ჩემი არხი. დიდი მადლობა, შევხვდებით ძალიან მალე. Bye bye.